მღვდელმა ლაშქარი გზას აცდინა და ცხირეთს დააშორა. დასავლეთით მიმავალი ოსმალთა ჯარი ფიქრობდა, საცაა ჩრდილოეთით გავუხვევთ და მეფეს თავს დავადგებით. თუმცა გზა უფრო და უფრო ფუჭდებოდა და არც მის დასასრულს უჭამდა პირი. მტერი მიხვდა, რომ მღვდელმა ისინი მოატყუა, მათ თევდორეს სასტიკად დასაჯეს, აწამეს და თავი მოჰკვეთეს. თუმცა თევდორეს თავდადება ნაყოფი გამოიღო. მისი მანევრით ქართველებმა ადრევე შეამჩნიეს მტერი, რომელსაც ძვირფასი დრო დაეკარგათ ფუჭად სიარულში. მეფე ლუარსაბმა მოასწრო ჯარის შეკრება და ქვიშხეთის ბოლოს ტაშისკართან ჩაუსაფრდა მტერს. რიჟრაჟზე ქართველები უეცრად დაეცნენ ომის მოლოდინით ღამენათევ თურქებს და თოფები დაუშინეს. შემდეგ ხმალ და ხმალ მიეჭრნენ. მედგრად იბრძოდა ახალგაზრდა სარდალი გიორგი სააკაძე. სააკაძემ რჯულშეცვლილი ქართველი ფერად ფაშა შეიპყრო და ხელფეხ გაკოჭილი მიჰგვარა მეფეს. მეფე ლუარსაბის კეთილგონიერებითა და გიორგი სააკაძის საზრიანობით ტაშისკარის ბრძოლა ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. თევდორე კველთელი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოს. მეგობრებო, იმისთვის რომ ჩვენმა პროექტმა განაგრძოს მუშაობა და განვითარება, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. დაეხმარეთ არხს განვითარებაში და შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს ისტორიის გავრცელებაში. დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში.